გამარჯობა. ეს მარტოობის წუთებია. დღეს ჩემი სტუმარი არის ზალიკო ბერგერი. თქვენი ცხოვრება ძალიან საინტერესოა ჩემთვის და ძალიან მაინტერესებთ. თან მით უმეტეს თქვენი კარიერა შენ გამოჩეული მაყურებელი ტყავსთან და ესე იგი დაინტერესდით ჩემით და იმედია კაი გამოგვივა და საინტერესო. კი, თავარია მიშვებულად ვილაპარაკოთ თავისუფლად აბსოლუტურად. მე კი რა ესე იგი შორდა ვიცნობ, მაინც პრობლემა არ აქვს. კი ვიცი. დავარია პირიქით უხრუჭები მოუჭირო თორე თუ ბიუსტი ესე იგი. მაინც ბევრი სიცილი მელოდება ჩემი აზრით. ხო, რატენაცაც ძირთადად რაც ნახე გადაცემა, მაინც ტრაგიკულად ყვებიან. მე ტრაგიკული ისტორიასაც მაინც იუმორით ყვები. ხო და ბოდიშ შეხტი თუ გამეცინა. კაია პირიქით. პირველი კითხვა იცით? კი, ვიცი ესე იგი. ვინ ხართ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებით? აი როდ კიდე კაია რაღაცა ესეთმა ფილოსოფიურმა კითხვამ შენმა გადაცემეს შენი პოდკასტის ყურებისას დავაფიქრა რომ ვინ ვარ მარტო რომ რჩები რომ ზალიკო ბერგერი ვარ ძალკეცურიადი პასპორტში ინფლუენსერი და დიზაინერი სელებრიტი თუ ვერ ვიცი იუმორისტი ალბათ როგორც ყველა ადამიანი მარტო დარჩენისას ფიქრობ აი რა არის შენი ჭეშმარიტი დანიშნულება რის სიგულისთვის მოხვედი არ სამყაროში ან თვითონ სამყარო რა არის და რა ნაწილა კი ხარ იმ სამყაროში და რა როლის შესრულება თუ რა ფუნქცია გაკისრია მარტო ანუ მე რაღაცა დიდი აი ამ სამყაროს რაღაცა სოუსი მისი ნაწილი ვარ და ჩვენ მართლა ენერგეტიკული ისა ვართ თუ სირავდილეში ამ დროს ყველაფერს ვიგონებთ და რომ მოკვდები როგორც ტელევიზორი გამოირთვება ჩამქრები და ბრაღდა აღარაფერიც აღარ არის ხო მაგ ფიქრებში მე წოსულ ვარ და ძალიან ის არის აი რაღაცა პატარა ბლიკი არის რომელიც საერთოდ გაკარგვინებს აზრს რაღაც მომენტში ხო უცბად იქნებ და ხო ხო მარტო ყოფნა გიყვართ მე მიყვარს მარტო ყოფნა კი ეგ კითხვაც რო იყო ესე რა ქვია მარტო ყოფნაზე ვგიჟდები და ამ დროს ძალიან საზოგადოებრივი ისეთი სოციალური ტიპი ვარ სოციალიზირებული ვთქვათ მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს აი ვერ ვიფიქრებდი მარტო ყოფნა რო გიყვართ იცით ხო ხო იმდენად სოციალური ხართ კი და იმდენად ენერგიას არიშურებთ ხალხში იმდენად აქტიური ხართ რომ ვერ ვიფიქრებდი რომ თან გაქვთ ხო იმიტომ რომ არა პირიქით მარტო ყოფნისას რაღაც ალბათ ვინაზღაურებ იმას რომ როდესაც აი დაკვირვებული ვარ ჩემი ბავშვობიდან თქვათ რაც ურთიერთობა მქონია ადამიანებთან მეგობრებთან ბევრი რაოდენობის ხალხთან ურთიერთობის დროს ვიხარჯები და ალბათ მარტო ყოფნისას მაგ რაღაცა ენერგიას ვინაზღაურებ შეიძლება ხო და აი თქვენი ბავშვობიდან მაინტერესებს ცხოვრება. ნუ ეგ ყველამ ვიცით, თელმა საქართველომ რომ არ ნახულის სილამაზის იყავით, ეგ ვიცი. მადლობა გაიხარე ესეთ ლაბაზრობებს და დასაციამოვნოა. დიდი მადლობა გაიხარე და გამსუქტი ფიზელმა ცხოვრება მოიტანა. ხო, აი ჯანმრთელად ის ხართ მოპუტყული. ო, აი მინა ქართული ისა რა ქვია, დედაჩემის რაც ჩამოვედი იმისთვის გაისროლა აბრორამ ჩემ ესე რა ქვია, გამოფხიზლება რომ ესე იგი რაც შეიძლება ბეტი ჩამოდა საჭველი დამახვედროს სახში და მე კიდე ისეთი მადას არ ვუჩივი. ბავშვობიდან რამით ბავშვობაზე ძალაბად ბავშვი ყოფილმა როგორც ამბობენ რამით მე ჩემ თავი არ მახსოვს ესე ბავშვობაში ვთქვათ სულ პატარაობაში რა ხო და მე რაღაცა სიამდილეში რაღაცა პერიოდის მერე რაღაცა პირიქით კლიშე მქონდა რომ რატო უნდა გამოირჩეოდეს საზოგადოებიდან რაღაცა რომ აი რა ლამაზია იმას გიშვება გაკომპლექსებდათ კიდე იმედენად დახვეწილი ნაკვთები გქონდათ იმედენად რომ აი ქალს შეშურდებოდა აი სულ მაგას ამბობდნენ და დედაჩემი ჰომოფობია და იცი რა ქვია კაცი რატო უნდა იყოს ქალივით ლამაზია ბავშვობაში კიდე გოგოა თუ ბიჭი სულ ამბობდნენ აი მაგან მაკომპლექსებდა ხო და დედა თქვენს ეგ ფაქტი არ მოწონდა? არა. და გეუბნებოდათ ამას? არა, ხალხი იტყოდა, თქვათ რომ იტყოდნენ რომ ლამაზია და გოგოსავით ლამაზია და გოგოსავით ლამაზია და და პროტესტი უჩნდებოდა ხო და მე კიდე რო გავიზარდე, მაშინ აი ეს MTV პირველი და რაღაცა ისინი ეხლა კი მოფრები, ეხლა ხაც ეგ ისტორია MTV ჩემ ბავშვობაში რომ აი პირველად რაღაც კლიპები და რაღაცები ესე ვთქვათ რომ გამოჩნდა და ჯორჯ მაიკლის Freedom-ში ლინდა ევანჯელისტა რო იყო, სულ მეძახოზე რომ ლინდა ევანჯელისტაც გავხარ. და ხო, სხვაჩორის რაღაცით კაი არ ვიტყვი, მაგრამ რაღაცით ბავშვობაში ხო, აი ძველი ფოტოები რომ მე მგონი კი ხო და მე ამასობაში მე იმისთვის რომ სოციალიზირებულიყავი, იცი რა თბილისმა ძალიან დამაკომპლექსა პრინციპში მაგის გამო რომ რაღაცა ეს ზოგი მეგობრები ლინდას მეძახოდნენ და მე იმდენად რომ ბევრიც მაკაცები გავიჩინე, ვთქვათ და ეს სოციალიზირდი, მე ვიცახოდი რომ მართლა ვიმუშავე რაღაცა მე არ ვიცი აი გავლენის აგენტს რასაც ეძახიან, ანუ რაღაც მენტალიტეტზე რომ მუშაობ, რომ ესე იგი აი ჩემნაირი გარეგრობის ადამიანი შევაგუე ამ
ქალაქის მენტალიტეტს ვთქვათ შევურწყე და ისე გავერიერო, ესე იგი ლინდას განო ზალიყო ბატონი ზაური გახდაო. რა უცბად მე ბიბიანი ლინდა იმით რა ქვია ყამწით და რაღაცა და ამ დროს კიდე უცბად ორივე ერთად იმაში ვიყავი რა ქვია ერთ ადამიანში. და დიზაინერობა ბავშვობიდან გინდოდათ? არა, ჩემ ბავშვობაში სადღაც დიზაინი მე კაი ვარ. ხო და ის საიდან წამოვიდა? საერთოდ თქვენ ფილოსოფია, სოციოლოგია. ხო, მაგას სწავლობდით. დავამთავრე ხო უნივერსიტეტში. ხელოვნებაშვილი და რა ქვია რომ ვართ და ისა ფილოსოფია, სოციოლოგიაზე სწავლობდი და უკვე მეორე კურსზე მაშინ პირველად ჩატარდა ავანგარდული მოდის ასამბლეა თბილისში ესეთი ფესტივალი. და მაშინ ავიცოდეთ ვინ იყო და პიერ ბერჟე ყავდა ჩამოყვანილი ჟიურის თავმჯდომარე ბერჟე ვინც იბსელორანის ქმარი იყო. ოი. ჩვენს ვვიცოდით რომ იბსელორანის ქმარი იყო, ვიცოდით რომ მენეჯერი იყო იმისი. და აქედან სხვადასხვა მაშინ ორი ბიჭი წაიყვანა იმ რაღაცა მარაკეშში რომ თავიანთი დაჩა ჰქონდათ და იქ რაღაცა შვილები რო ყავდათ ორი ბიჭი იშვილეს. მართლა? ხო და თბილისიდან წაიყვანეს. ეს ხდება 1996 წელს. აბა ხო, ისინი ამერიკაში ცხოვრობენ. ხო და იქ ჩემმა მეგობარმა გამომიყვანა ჩვენებაზე. როგორც მოდელი. როგორც მოდელი გამომედი, ამ სუპირველად ეგ. ბოდიში რო გაწყვეტინებს და აი მანდ კომპლექსი არ ქონდათ იმისა, რომ კაცი გამოვიდეს როგორც მოდელი? მაგაზე არც მიფიქრია, բայց სიბართ ეკითხა, აი ვაფშე. საერთოდ აი კომპლექსი და მაგაზე ფიქრი მაინც ვაფშე არ მქონია, რომ აი კაცი მოდელი თუ რაღაცა ისა. ეგ უფრო მერე გაჩნდა, იცი რაც აი საზოგადოებრივად რომ ფეშენი ვთქვათ, აი რომ გლობალიზირდა ფეშენ ტივი და რაღაცა ისა და კაცი მოდელი და რაღაცა ისა, მერე უფრო დაიწყეს ლაპარაკი, იმიტომ რომ მაშინ ანუ თან წარმოიდგინე მე იმ დროს ყვები როცა მობილური ტელეფონი და ესეთი სოციალური ქსელი და ის არ მქონდა და არც ამდენი ინფორმაცია არ მქონდა. ხო და რაღაცა ჟურნალებით, ვოგით და ისიც ჩამოტანილით და სადღაც ნაშოვნით და უშუქო თბილისში ვიგებდით სოფლიოში რა ხდება და რაღაცა და მაგისი აი ესე ცალკე კომპლექსი არის მქონია. ხო, ძალიან მაგარი თუ არ გქონდათ მოგეს კონტექსტი. ხო და მე იყო რომ აი უნივერსიტეტში სწავლის დროს დავმეგობრდი ქეთათოსთან ინტერვიუ რომ კი მაგზენდებოდა მეც გავიხსენე და ირაკლი ჩაგვიანის კლიპია შენ აფრენ სადაც მონაწილეობდი და ქეთათო და ირაკლი მაშინ ახალი დაწყებული ჰქონდათ ერთად ცხოვრება და ნიკოლაძეზე მაგათაც სახში ვჩებოდით ხოლმე მე და უტა დიზაინერი რო არის ვიცით ხო უთა იყო ჩემ ბავშვებს მეგობარი იატაკზე გვეძინა ხოლმე ირაკლი და ქეთათოსთან იმათაც ცხოვრებას არ მაცლიდით და ისეთი დრო იყო რომ საშუალო წასულიყავი შეიძლება გზაში მოეკალი და ისინი ვერ გამოგვაგდებდნენ და ის რა ქვია. აი ესე მასე გადავიდეთ ეს კლიპით რომ მე უტა ქეთათო და ირაკლი მონაწილეობთ ამ შენაფრენში. და კაი დროები გამახსენდა რომ უყურებდი რომ უთხარი რომ ისე კარგად გამოიყურებია მაგრამ არ შეცვლილა ისე ქეთათო ჩვენივრად არის. მართლა არ იცვლება. ნანა ჩარკვიანი ტელევიზორში რომ და მე ეთქი ბავშვი ვიღაცა ისე და მე მივხვდი რომ ქეთათოს შვილია ვერ წარმოვიდგინე. იმიტომ რომ ქეთათო არ შეცვლილა. ხო და ქეთათოს შვილი რო ყავდა ბავშვობა მაგრამ ხო იცი რომ აი ბავშვი რო სულ ბავშვი გონია და ეს ნანა რო ამხელა გაიზარდა ეგ მე წარმოვიდგინე ბავშვი. ხო და ისე რა ქვია. და კაი დრო და მაგ პერიოდში მოკლედ ჩვენი მეგობრები იყვნენ კიდე მხატვრები ოლეგ ტიმჩეკო, ნიკო ცერცხაძე, კოკა რამიშვილი, ჩაბა ხახანაშვილი, ბევრმა მოკლედ აი ამ ალტერნატიული ხელოვნება რო ერქვა მაშინ ვთქვათ დაახლოებით, ისაც აი საბჭოთა კავშირის ბოლოს ამ მხატვრებმა როგორც ოლეგი იყო, ნიკო გააკეთეს ალტერნატიული საბჭოთა ხელოვნების წინააღმდეგ რომ მიდიოდნენ და აკეთებდნენ ისეთ არაჩვეულებრივ რაღაცებს, რომელიც სისტემიდან ვარდებოდა. და ამიტომ ძალიან საინტერესო გახდნენ დასავლეთისთვის მაშინ და დასავლური კულტურა პრინციპში მხატვრობაში შემოიტანეს მაგათმა და გავაკეთე პერფორმენსი ეგეთი როგორც დიზაინერმა ამათი ნახატები მაჩუქეს თავიანთი ნახატები და ნახატები ფაქტიურად გავაცოცხლეთ აბსორბცია დავარქვი კოლექციას და დავჭერი ოლეგ ტიმჩეკო, ნიკო ცერცხაძის ტილოები და იმისგან შევკერეთ დასასრულები. ეხლა რო იგებენ მაგას ოლეგ ტიმჩეკო და ნიკო ცერცხაძე დაჭერი სად არის ეგ ტანსაცმელი? აი მე იყო 1997 წელი რომელიც მე მაგ მივიღე მონაწილეობა მოკლედ მე თვითონ მე უკვე მაგ ავანგარდული მოდის ასამბლეაში და ესეთი საპრიზო ადგილი მოვიპოვე და მოსკოვში ტარდებოდა ალბომოდა რაღაც ეგეთ ფესტივალი მაშინ ნუ იცი რა დროა რომ მოსკოვში რომ ვიფრინავდით ფეხზე ვიდექით თვითფრინავში ჩვენი ნახატების კოლექციით ხო და მეტი თვითფრინავი არ სადაც დაფრინავდა თბილისიდან ისიც მე მგონი თვეში ერთხელ თუ ბენზინი ეყოფოდა თუ ჩაფრინდებოდა არ ჩაფრინდებოდიან რაღაცა საჭიროა მოკლედ
აი ესე მაგ კოლექციით იქ წავიღე, ნაწილი მოსკოვში დაიკარგა. მე კიევში მქონდა ჩვენება, მე კიევში ნაწილი დაიკარგა და სამწუხაროდ აი ესე. რა სამწუხარო. არა, ერთი ნიკოცეცხლაძე შემჭა, ძალიან დიდი მაგარი ნახატი მონადირე. იმიტომ რომ თლიანი მთელ ზურგზე გავაკეთეთ რა ეს ნახატი რომ დასაჭრელად ძალიან ცოდო იყო და წინიდან ნაჭრები დავაკერეთ ეს გვერდებში და წინიდან იწმეოდა და მთელ ზურგზე იყო თლიანად ნახატი. და გაეშვით სხვა საქმიანობებს და გადახვიდით ბოლომდე. არა, უნივერსიტეტში ვსწავლობდი თავისთავად მაგრამ უფრო ძირითადად ამით დავინტერესდი და ეს დიზაინით მაშინ ძალიან ახალი იყო და აი ესე მოკლედ მოვხდი დიზაინში. და რამდენი ხანი არის შეწყვეტა საერთოდ? ეხლა ჯორჯია ფეშენ ვიკი პირველად ჩატარდა, მოკლედ მონაწილეობა მივიღე, რაღაცა და მე ესეთ პრეტენზიული ადამიანი არა ვარ, რომ აიმე მე იცი რა მე ხალიკო ბერგერი ვარ თუ რაღაცა და ეგეთ რაღაცები მეძღება ისე რომ და მე ვარსკვლავი ვარ რაღაცა რო იციან. და ეს რა ქვია რაღაც აღმოჩნდა რომ ზამთრის კოლექცია უნდა გააკეთო აუცილებლად ზაფხულშიო თუ რაღაცაო ეს რაღაც მოთხოვნილებები რა თქონდათ მოკლედ ვიწვალე ზაფხულში გავაკეთე პალტოები რაღაცა ისე სადღაც შუადღის მქონდა ჩვენება რაღაც რომელსაც ისე ჩაიარო რომ ისე ძალიან მოკლედ უოცრუებული დავჭი ფეშენვიკებზე და არა სახელოსნო მქონდა ამასობაში და მე უკრაინაში ომი რო დაიწყო სახელოსნო სადაც მქონდა იქ უკრაინელი იყო ეს ჩემი პარტნიორი და იქ უკრაინიდან ნაცავები ჩამოვიდნენ და იქ მოკლედ ის სახლი იმათ ვათხოვეთ ამ ტოვილებს რაღაცა მე ამასობაში პანდემია მანამდე იყო თუ როგორც იყო ხო და აი მაგ პერიოდმა მოკლედ იმას ვეკნა რომ მე ხელით ვაკეთებ რაღაცებს და ეს ხელით მოკლედ არ შეფრობი ვარ დღემდე ანუ ინსპირაცია ბოლომდე არ გამქრალა და სულ გინდათ რომ მაინც ხო, მაგრამ აი როგორც იცი რა თვითონ საქართველოში რაღაცა აი მე მოდის მიმართ გამიჩნდა და აი ფეშენ ვიკების მიმართ რაღაცა ცოტა ისე რა ვქვია უარყოფით დამოკიდებულება. მე მაინტერესებს თქვენ ცხოვრებაში სასმელი როდიდან შემოვიდა? ცოტა ნელა დაიწყო. სასმელი ესე იგი გამახსენდა აი ეგ რომ მაშინ აი ირაკლის და კეთათოს დროს ხელსროვის ერთთან რო ახლობახლად ხდება აურა გავაკეთეთ ეგეთი კლუბი. იყო მადლენა არის ჩემი დაქალი მოკლედ რამაზორომა იგივე ხო და ძალიან პოპულარული იყო ერთ დროს ნუ მაშინ გაზეთები ისაცებოდა და შუა ომის დროს გავაკეთეთ კლუბი სადაც ირაკლიც ვღეროდა სცენაზე ეგ მადლენაც იდეა იყო მოიყვანა ისა ჟანა იყო იმისი აკადემიის რა ქვია ნატურა და ეს ხალი სუტიტველი იდგა სცენაზე წარმოიდგინე აქ ომია თბილისში თან ტანკები დადიან რუსთაველზე და ისვრიან ხალხი რომ გამოყოლ ცოცხალი ანდარჩებიან არა და ჩვენ რაღაცა აი ეს ირაკლის სიმღერა ქონდა კიდე ეს მერანი my horse მერანი my horse და მანდ რომ მივდიოდით მოკლედ ხომ და დაგველია რა სასმელი არ იშოვებოდა ვაფშე თბილისში ნუ აი რაღაცა უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი იმას ვიძახი პატარა ლამპები იყო საშინელი ეს სანთლები და ისე მეზიზღება ესე იგი სანთელი როანთია ფუქია ჩამფრია რაღაცა არა იყოს აქ ხდება ხო და რუსანთლის შუქზე თან სანთელიც არის შოვებოდა რაღაცა ვარდისფერი ლამპები იყო ესეთ პატარა თან საშილათენ თუ ამ პატარა იმაში უკან სარკე ქონდა რომ ვითომ ამ სარკეს ცოტა გაიძიდებინა შუქი და ნავთისგან იყო სულ გაჭარტული და იმაზე ხელით მაგ მაშინ ქსეროქსები და დენი უარ იყო ხელით მაგ მაკიაველი და კონფუცი გადაწერილი უნივერსიტეტის კონსპექტები მთელი მთავარი მე რა ვიცი კონფუცი დიალოგი პლატონი ყველაფერი ხელით მაგ არისტოტელე გადაწერილი მეუბნებში ამ ლამპის შუქზე და მაგ ლამპით იყო განათებული ხოლმე ბუტკები ალაგ-ალაგ ეს ბუტკა იყო ანუ ჯიხური იქ რომ მიხვიდოდი მხოლოდ იქ შეიძლება და სიგარეტი ან ის გეყიდა რა ქვია არაყი და ყიდულობდით რაღაცა რა იყო ღმერთმა იცის რომ პატარა ესეთი რაღაცა პლასტმასის ჭიქა იყო და ლარი ღირდა თან ფული არ მქონდა ბავშვები ვიყავით საიდან გვექნებოდა ფული არ მქონდა მაშინ კიდე ამ პირდაპირ სიგარეტის გულისთვის კლავდნენ ხოლმე ამ ჯიხურის გაყიდულებს წარმოიდგინე აი ეგეთი დროა და ლარიან ამ პატარას ყიდულობდით ამ რაღაცა პლასტმასის იმას ეს ჭიქას რო დალებდი ესე გასული იყავი მომსახურების ზონიდან რომელი ნარკოტიკი და галлюცინოგენი და ის შეეძრებოდა მაგას. ალბათ ნუ სპირტი ძალიან მაგარი შემცველობის სპირტი ქონდა. ხო, ღმერთმა იცის, მაშინ მანქანის სპირტს ურევდნენ იმაში რა ქვია, რაღაცა ჩაის ფერში და იმაში და იმას ვავდნენ. ნუ აი არის რა გადავიტანეთ. ხო და ანუ სასმელის მიმართ სიმპათია მაგ დროიდან გამიჩნდა. და ყოველდღიურობაში როდის შემოვიდა? აი ისე მოხდა რომ ვერ გავიგე. რო აი მე რაღაცა მოკეიფეთ რო გავხდით ამ ბატონი ზაური ესე იგი და ჩოხოსნები მყავდათ მაგაცები მყავს ეხლაც და ისინი სუპრაზე რომ მებატიჟებოდნენ იმათთან ერთად რომ მეთქი ამათთან თავი არ მოვიჭრათ ხოს ლიტრიანი ყამწი დამილებია ორ-ორი აი ერთ დალებაზე რო ლიტრი ღვინოს დალევ და მე კიდე მეორესაც რო დალევ მე ვთქვა ჩემი და რამე სუბსტანციის და ნივთიერებასთან კავშირით მაგან გამოიწვია რომ რომელი ნივთიერებაც მე მიყვარდა ის დასალევს უხდება ძირითადად არც ნარკოტიკი დასალევს არ უხდება და მე ისეთი თეთრი ქვიშა თეთრი თოვლი ამოვიცი
რა ხო უხდებოდა რომელიც დასალების გარეშე ის კიდე დასალებიდან გაფრთხილებს და მოკლედ ერთმანეთს კარგად უხდებოდა. მაგრამ იმაზეც ისე გავხდი დამოკიდებული რომ ვერ გავიგე, ესე იგი. და აი სიფხიზლე მე მოგწონდათ? სიფხიზლე რაღაც მქონდა მერე უკვე რაღაცა პერიოდის მერე იცი რა იმდენად ეხლა კიდე ძნელად ვიხსენებ მაგ პერიოდს, მაგრამ ვიდეოები მაქვს გადაღებული, თან სულ ვიძახოდი, ესე იგი აი რაღაცა და შეგადაცემას რო უყურე, მე აი მარტოობაზე რო ვიფიქრე და ისა და მე აფირმაციები და манифестация და მისტიფიკაცია და რაღაცები მოდაში რო შემოვიდა ეხლა კიდე და რაღაცა აი ესე იგი ისეთ აფირმაციებს ვაკეთებდი, რომ არ მელეოდა ეს თეთრი ნივთიერება. და ვიდეო მაქვს გადაღებული, ვაიმე ისეთ მდგომარეობაში ვარ, როგორც კუჭი ხო გამისკდა მე. ხო, ეგ ვიცი. ხო, პერფორაცია არის, კუჭის გახეთქვა, დაუგეგმავი კი არა, ნუ რაღაცა და მაგ შემთხვევაში მართლა 20 წუთი რო დავგვიანო, შეიძლება მოუყდე. მე აი რაღაცა პერიოდები არის, რომელიც გახსენდებათ ბლარში საერთოდ, ან საერთოდ. აი ეგ პერიოდი, ვაიმე, საშინელება. აი ხო ბალიზე ვიყავი ახლა იმ რეაბილიტაციაზე მთელმა საქართველოს გაიგო და მეც თორე მაგასაც მოვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში სიფხიზლის სიმპტომები ვერ გავხდებოდი და რეკლამის მიმცემი ასე ვთქვათ. მაგრამ აი ახლა სკროლით რომ მოვდიოდი აქ შენამდე გზაში ფიქრობდი რომ აი მე რა ბედნიერია ისე რომ აი თან არაფერი არ სჭირდება და ისე აი ეს აღიქვა ეს ქუჩა ხალხი სუნი რაღაცა სიჩქარე რაღაცა იმასაც ფიქრობდი მანამდე რომ ალბათ სიფხიზლეში ვერ მომახერხებ რომ აი ეს ვატარო და ან სიჩქარეში რაღაცა რომ შიში გექნება და რაღაცა და მუდმივი ამ დროს მაგ იმას სუბსტანციას მე მოაქვს მუდმივი შფოთვა და შიში და რაღაცა ცუდის ფიქრები შესაყვარელ ადამიანებზე ფიქრობ რომ ვიღაცა რაღაცა ცუც ამბობს, რაღაცა იქ ცუც კომენტარს წაიკითხავ და იმაზე, აი მე შეიძლება გადააბადა რაღაცა საშინელება მოგივიდეს და საკუთარ გარეგნობაზე, წარსულზე უამრავი აი overthinking, ნუ მაინც მართლა. აი თვით გვემისკენ ხო, აი ნამდვილი. ხო. ეგ სუბსტანცია გიბიძგებს მაგისკენ და ამ დროს სიცოცხლის მოყვარული ადამიანი ვარ პრინციპში, ხო? და შემიძლია სოციალიზაცია ისე გაგართოთ, ისე რაღაცა და მე თვითონავეთი დავსიამოვნებ, რომ რაღაცა ვთქვათ, რაღაცას გავიცინეთ, მაგრამ იმდენად ფოთვაში ვიყავ, ვერავის ვეღარ მეკონტაქტებოდი, ეს ყველაზე უახლოეს ადამიანს. ხო, რაღაცა აი ბოლო პერიოდი საერთოდ გამქრალი იყავ. ხო და აი მაგან გამაქრო, მოკლედ და საკუთარი თავის მწვენოდა, მე კიდე ამას წინათ ვუყურე, რაღაცა აი ესე, ნუ მე დავინტერესდი მოკლედ მაგ პერიოდში რაღაც ისე შეიძლება რაღაცა დამატებითი ეზოთერიკული წოდნების აი მაგ მისტიფიკაციას და რაღაცა არა მისტიფიკაცია და სულ რაღაცა რო იქით ამ ხარის რაღაცა ხდება და ისა ჯერ კიდე ბავშვობაში ირაკლი ჩარკვიანისგან ოშო რაჯნიში პირველად ირაკლი მათხოვა მაშინ წარმოიდგინე წიგნები არის შოვებოდა მარტო ირაკლის ქონდა ოშოს აღარ მახსოვს რომელი ის იყო რა ქვია წიგნი რომ იქ იყო ძალიან კაი ის მახსოვს რომ ვადავაროტიო ცხოვრებისეულიო როგორც ისა რა ქვია ადამიანიო იმაში რო ხარო რა ქვია წყალში წყალში რო ტრიალებს ეს ისა რა ქვია რა რო ტრიალებს? აი წყალში რო არის მორები, აი წყლის მორებშიო თუ მოხდიო, ანუ რომელმაც შეიძლება ჩაგითრიოს, უნდა მოეშვა და ჩაყვე ბოლომდეო, იმიტომ რომ ჩახვა ბოლომდეო, როგორც აზიაში კულტურა არის აზიაო, რომ იქ უნდა ნახო ბოლომდეო შენი შიგნით რაც არისო და მე თვითონ ამოგაგდებ სიწყალიო და არ დაიხშობიო. რა იყო არა სიფხიზლეში ეგეთი მომხიბვლელი, რაც სიფხიზლეში უბრალოდ არ იყო. არა, პირიქით ვიძახი ახლა. ეხლა ხო, მაგრამ აი მაშინ რა. მაშინ იცი მე უკვე დამოკიდებული რო ხდები, მე უკვე ეგეც ვთქვათ ერთ გადაცემაში ვთქვი და გავიმეორებ. თავიდან აი რაც გიყუთხარი, ჩემი კომპლექსები, რომელიც საზოგადოებამ სულ არ იცოდა, რომ ზალიკო ვერავის ვერ წარმოედგინა ეგეთი, რომ მე მარტო რო ვრჩები რაღაცის კომპლექსი მაქვს, შეიძლება ჩემ გარეგნობაზე ვიფიქრო, რომ მახინჯი ვარ ან პირიქით ან რატო ვარ ესეთი და რატო ყველასნაირი არა ვარ, ან რატო ჩემზე ამობენ გოგოს გავს ან რაღაცა ისე და ეს რო გადარდებს, ხო, მაგას ჩემზე არავინ არ იფიქრებდა. ნივთიერებას რომელიც ესე იგი საშენოთ მიიღებ, თავიდან ეს ნივთიერება გახდება შენი მეგობარი. ანუ ისეთი კაი ალეგორია ისე მაგრამ ადამიანებზეც რა, ჩვეულებრივ მეგობრებზეც, რომელიც ცხოვრებაში შეხვდებიან, კაი დაქალიან ვიღაცა ისე, რომელიც თამამს გაგხდის, რაღაცა დაგეხმარება იმაში, რომ ზედა რა კარგი ვარ, თურმე ამ შეტა ესე რაც გარეგნობა ისე რა ძლიერიცა ვარ, თამამიც ვარ, უფრო მხიარული ვარ, უფრო კარგად კონტაქტში შევდივარ, რა კარგად გძნობ თავს, ჩემი თავი მევასება რაღაცა. მე ეს მეგობარი რო გახდება, რაღაცა პერიოდში რო ვაიმე უფრო მეტი და მეტი გინდა ამ მეგობართან ერთად ყოფნა და მე მივხვდები რომ რაღაცა პაზნოშკა ის რა ქვია ფეხი დაგიდო სადღაც რაღაცა უცბად სადღაც შეიძლება ცუდად იგძენი თავი ან ცუდად ახარა რაღაცა ისე და ცუდ რაღაცებს გიკეთებს უკვე მაგრამ რაღაცა ნუ პატიობ რა რომ სამაგიეროდ ძირითადად უკარგათა ვარ მე უკვე რაღაც პერიოდში შეამჩნევ რომ ეს ტიპი შენი მტერია აი მტერია რა რომ ვარ დედა გიტირა ამასობაში კი თავიდან თამამი იღავი კაი ესე და ამასობაში ყველაფერი გაგიქრა მთელია ეგ ეიფორია ბედნიერების სადღაც გაქრა და ხარ უბედური ადამიანი და მარტოსული დაგტოვა მაგრამ მაგას რომ მიხვდები უკვე შენი პატრონია ესა და ვეღარ ეწინააღმდეგები ვაფშე და უმაგისოდ ვეღარ ძლებ
და მეგობრები დაგაკარგინათ? არ დამაკარგინა პრინციპში, მაგრამ ნუ ურთიერთობა არ მქონდა ის პერიოდი. დისტანცირდით. ხო, დისტანცირდი. და აი სულთლად მარტო სული გავხდი და მარტო ფიქსი ვიყავი თქვათ და მეც არამის არ მეკონტაქტებოდი თუ მირეკავ და არ ვიღებდი იმიტომ რომ ლაპარაკი არ მინდოდა რაღაც ვიფიქრებდი რომ გადაბრეკავ ან ცოტა ფხიზელი ვიქნები და მე რაღაცა და მე უკვე მუდმივ მდგომარეობაში ვიყავი მე მახსოვს რომ თქვენ დედა თქვენთან ერთად ცხოვრობდით დღესაც ეგრეა არა მეცა დღეს დედაჩემთან ერთად ცხოვრობ ეხლა და აი მაგ პერიოდში ხო გრძნობდა და ხო ხედავდა რომ რაღაცა პრობლემა დედაჩემ თავიდან ეგონა რომ რედბულზე ვიჯექი და რედბული მიშვებდა, არა, თავიდან უცა ენერგიაზე მოვდიოდი. მე ამასობაში ღმერთის მადლით მომახერხე იმდენი, რომ ბაკეში ბინა ვიყიდე და იქ თალკე მცხოვრობდი. და დედაჩემთან უავდიოდი, დედაჩემ ფიქრობდა, რომ რედბული აქვს დალეული და მე უკვე ხალხმა რო ლაპარაკი დაიწყო, მე რა ვიცი, თბილისს მაინც მართალი გაიზარდა და ძრებს გაიტევიამდნენ მანქანებში, მაგრამ ყველაფერი რაღაცა ჭორებით მე ერთმანეთს ხო ჭორები ემევა. იცის ხო, რომ თქვენ ებრძოდით. აბა ეხლა სამი წასული ვიყავი, ხო? და იცის ზუსტად მიზეზი რატო იყავით? რა თქმა უნდა, ხო. ეკვავი ვარსკვლავების დროს. რომ ხშირად იყო, რომ თქვენს ფოტოებს დებდნენ და ამბობდნენ, რომ ძალიან არაფხიზელ მდგომარეობაში იღებდით მონაწილეობას. აი მაგ პერიოდში მაგ დროს ვიყავი ამერიკა, ცეკვარი ვარსკვლავებში რომ მივიღე მონაწილეობა, ამერიკაში ვიყავი, სულ არ ვაპირებდი ცეკვარი ვარსკვლავების მონაწილეობის მიღებას. ამერიკაში ვიყავი, ჩემ მეგობრებთან ჰემპტონებში ვცხოვრობდი. რა ვიცი იცი ჰემპტონები? ჰემპტონები არის როგორც წნეთი თქვა თბილისში, ან კაკლები, ან რაღაცა ეგეთი. ისე არის ნიუ-იორკის დასახლება ყველაზე დიდი ილონ მასკი, ჯენიფერ ლოპეზი, მე რა ვიცი და ვინ კიდევ წყლოდა გლობი გეიტსი. იქ ჩემ მეგობრებს ხეთ მამისეთ და ბევრი ფული აქვს. მანამდე ვიზახოთ კიდე ღმერთო ყველა ჩემ მეგობრებს მე 1 მილიარდი დოლარი რომ მე სატროპე მონტე-კარლო და ის მაიამი არ მომაკლონთ ხო. მაგრამ მე ეს იგი მილიარდები რო იშოვეს ყველა ფეხებზე დამიკიდა ისე რომ ეგეც არ არის სწორი აფირმაცია. ჯობია ღმერთო მე 1 მილიარდი დოლარი რომ ვისაც გაფიხარდება ყველა დაბეხმარო. ხო. სწორი აფირმაცია ეგ არის. ხო და ჩამოვედი მოკლედ იქიდან და ისეთი გადამწვარი ვიყავი რომ ესე რა ქვია ამ დროს მაგ დროს ფხიზელი ვიყავი მაგრამ უკვე ისედაც ნაკლებად სპორტული ვიყავი მთელი ცხოვრების განმავლობაში მაგრამ ძალიან გამახტუნა მაგან იმიტომ რომ ვაფშე ავჭამდი იქ ნიუ-იორკში და რო ჩამოვედი მოკლედ ესე იგი მაგ ცეკვარ ვარსკვლავებში თქვა კიბეებზე რო ჩამოვდიოდი ხო უკვე დაღლილი ვიყავი და ცეკვის მერე საერთოდ აფიცავი არ მქონდა ესეთი რიტმი არა მაქვს ნუ აი 1 2 3 4 ხო იტყვი თქვა და ერთხელ შეიძლება გავაკეთო მეორეჯერ აუცილებლად ამაჩხარებ როგორც ლაპარაკში მე 1 2 3 4 გავაკეთებ თქვა 4ჯერ რო გავაკეთო 1 2 3 4 ზუსტად მე-5ჯერ მაინც ამაჩხარებ თქვენი რიტმი გაქვთ და მაგიტო. ხო და აი ამ იმაში რა ქვია, სმენაც ანუ სიმღერითაც ვერ მღერი ვარ, აი ესე თუ თქვა მუსიკა ჩართული არ არის, ანუ რომ ჩართული იყოს, მაინც გავუსწრებ. ხო და ამ გოგოს ვეუბნებოდი რომ ფეხი მომარტყი მეთქი და თუ ამაჩხარე მეთქი. ჩემი მიკერძოდებდნენ მე და პირი მქონდა გამსრალი, ისე წყალი მწყურო და ისე ესე იგი ამ იმაზე რაღაცას რომ მეკითხებოდნენ რომ ხმას ვერ ვიღებ და თვალებით ჩვევი რომ ამა ფეხი არ მომარტყა მეთქი, მინდა ვთქვა. ჩემი ბრალი არ არის. და იმისთან ამ გრიმასებს ვკერავდი, მაგრამ თუ გამოგიჟა მე აი ჩემს ამობერო ესე იგი ფხიზელი არ არის და ისო და ფხიზა ამ დროს ფხიზელი არა მაგრამ ისე რა ქვია მე მაშინ ჯერ იაგერმაისტერი იყო მე ამოვიჩემე ის იაგერმაისტერი გახდა ჩემი ისა საკულტო დასალები ისედაც არის საკულტო და ის ვიღავი თალკე იაგერის ისა რეკლამა სიბერეში გამომივიდა ყველაფერი, აი ეგ რეაბილიტაციაში რო ვიყავი ხო და ფსიქოლოგები რომ მყავდნენ, ძირითადად რეაბილიტოლოგები თუ აქვე ამ სისტემაში ვინც მუშაობენ, თვითონ ყოფილი დამოკიდებულები არიან. აი შენ გადაცემას რო უყურეს თაძო რო ყავდა, რო ყვებოდა რომ თვითონ დამოკიდებული იყო ხო? და ამიტომ თავის მაგალითი რო როგორ გამოვიმჯამრთელა თავი, იმიტომ რომ ყველა დამოკიდებულს გონია რომ მე არაფერი არ მეშველება. მეც მეგონა რომ არასდროს არაფერი არ მეშველება და ამის გარდა გარეშე ვერ ვიცხოვრებ. და ვიღაცის დახმარება მჭირდება. და მაგ დროს შველის თხოვნა ძალიან გიჭირს თა რომ იცი რა მიშველე ამ დღეში ვარ და ცხენია თან აი რაც წეღავეღარ აითემი და თემაზე რო ხვდები ესე იგი და გასული რო ვიყავი რაც მოვედებოდი ყველაფერს რომ სიმწვილის შიშზე მეტიო სირცხვილის შიშიაო თურმეო და მე ამ ჩემმა მეგობრებმა ისინი ეს როჩილდი მეთქი გადაცემაში მოვყევი კიდე ჩემ მეგობარია მოკლედ და მაგათ მამირჩიეს ეს ბალიძე ეს ისა რა ქვია სარეაბილიტაციო ცენტრი თავარია საკუთარი რა ქვია სურვილი რომ ძო გავეშვა აი მაგ პერიოდში რთულია მარტო რომ დარჩა საკუთარ თავთან სიფხიზლის აი მაგ პერიოდში აი ეგ იყო რომ რეაბილიტაცია მაგას გჭირდება რომ ეგ ისწავლო თავიდან ფხიზელმა შენ საკუთარ თავთან ურთიერთობა
იქ ძვირი ღირს ამასობაში, იმიტომ რომ ვილასთან ცხოვრობდი, ესე იგი და ჩემი ბასეინი დაიწყო და ის მქონდა და მეორე ვილა იყო კიდე, რომელიც ასევე მე მეკუთვნოდა, სადაც ფსიქოლოგი რჩებოდა მთელი ღამე, ესე იგი რომ არ გავპარულიყავი და ადამიანი მეშობა ადამე. ხო და ერთი იყო მაჰმადიანი, მეო მუსულმანი გავხდიო, ანუ თვითონ დამოკიდებული რო იყო, მაგრამ ის წამოდამოკიდებული იყო. და მაჰმადიანი იმიტომ გახდა რომ ალაჰზე დღეში 20 ჯერ რო ცულობდა თავის ჭილოფით ესე იგი შევედი ოთახში და როგორც ბერტლაპარაკობ ეხლა რო გამოფხიზდი რაღაცა ყვები ისა და აი იმან რო დაიყვირა თურმე მაგის ჭილობს დამატგი ფეხი რომელზეც ეთქობიან და რო ცულობენ მეთქი არ მომკლავს იმიტომ რომ არამდე ყვებოდა 4 ჯერ ნაჯდომი ვარო და იქაც კიდე ან რაღაცა ჯგუფებზე მიდიხარ და ჩვენ მე ტიპი იძახის თქვა ეს სპიკერი მოდის რომ ესე იგი გითხრას რომ мотиваცია მოგწევს ესე იგი მეო ძალიან გვიან დავიწყებო მოხმარებაო და დალებაო 13 წლის ასაკიდანო 13 წლის ასაკიდან მოხმარება დავიწყებო გვიანო თან მე 45 წლის ასაკში დავიწყე ხოსავდა მანამდე რაც პირველად რო გავწიჯე მაშინ არ მომწონებია ვაფშე პრინციპში ხო და რაღაცა პერიოდმა აი არ ვიცი და ამასობაში ნუ საშინელება გავიარე აი ეგ მართლა ცუდ სიზმარებით მახსოვს ის და იქ უკან დაბრუნება არც არ მინდა ეხლა თქვენ თვლით რომ ხართ ან იცით რომ ხართ ფხიზელი მაგრამ თვლით რომ всё მე დამოკიდებული აღარ ვარ აი როგორც ჩვენმა მეგობრებმა გვითხრეს იმ გადაცემაში რომ იყავი ორჯერ ისაო რა ქვია აპტეკი და დაბლიე მოკლედ ამ ეს პროგრამა თქვა სიფხიზლეს გიგზავნოთ რომ ერთი ჭიქაც რო დალიო და მე მაგანაც ის დამართა რომ აი ვითომ ისეთი აღზალვა რომ ესე იგი დაბადების დღეზე არ უნდა წახვიდეო არც სუფრა სადაც არის ანალაფუზეტია სახშიო შაპანური არ უნდა იქონიო შაპანურს რო გადავეკიდე იმიტომ რომ სუფრას შაპანურების კოლექცია მაქვს და ესე იგი გადავყარო თუ რა ვერ გავიგე რო შეხედავ მოგინდებაო და ეხლა სვამთ ხანდახან იშვიათად აკონტროლებთ დოზას ვერა აი დავთვერი რაღაცა გადაღებისას დავთვერთ დავთვერი მაგრამ არც მახმელია მქონია არც არაფერი გამოვიძინე და არც მეორე დღეს რო დალება მომდომებოდა და რაღაცა პირიქით ცუდი განწყობა დამრჩა კიდე აი რაძალა მათგან რომ სუბსტანცია მიმეღო რომელიც ცნობიერებას ცვლის ისედაც კარგად ვერთობი თქვენი აზრით არის მაგრამ აი სადღაც მიხვიდე ეხლა თქვა და მეგობრებთან ერთად წავხვედი პარასკევს ან დაბადების დღეზე წავხვედი მეგობრის და შაპანური მოუჭახუნეთ გოგოებმა ერთმანეთს და რაღაცა ვინ ძალიან გიყვარს და ისა და იქ რომ მოუწრუპო ესე იგი ან ისინი თუ შაპანურს უჭახუნებენ შემტრებათ უნდა აღიქვა აი ესეთია წიგნები გამომატანეს ნუ სადაც ესე წერია რომ ყველა ვარიანტში უნდა ვინც გთავაზობს ყველა მტერია ყველა მტერია ფსიქოლოგები ძიან და ისაო და ნუ მოკლედ ამაზე ხო არის და სასმელიცო ისაო რა ქვია საერთოდ რო იცოდეო აი სუფრაზე რო წავხვიდეო შეგიძლია მოიტყუო რომ არ ვსვავო რაღაცა ისაო აწყალი ჩაიცხავ და ჭიქა მიუჭახუნო და ისევ საერთოდ დედამიწაზე არავინ არ სადო სასმელს არ დაგაძალებსო მე ვუთხარი თქვენ საქართველოში რაღაც რა პოპები რა ქვია სასმელს დაგაძალებთ აქ ფიცეცა დალიო შეიძლება დაგინებით ან იმითი და შეჩენა იციან თან თუ არ დალია აი შეგიჩნდება ეხლა არის შენ ბავშვებმა ტუნა და ტრუტუნა მულტფილმი იციან ჩემხელებმა კი იგ რო არის დალიე თორე თავზე დაგაწყავა ეგრე არის ხო აი ჩვენ მასე გავიზარდეთ რომ ჩვენი მენტალიტეტი და ქართული სუფრა არის ის რომ თუ არ დალებ თავზე დაგაწყავ იქ ბალიძე მე აი ფხიზელი პირველად თან სიარული წყო მეზარებოდა არც როგორც ვითხარი იმაზე ვიღლებოდი რაღაცა ჩარჩხეზე ჩავედი 300 მეტრი კი არა და თუ კილომეტრი იმაზე აი ესე ციცაბოზე ამოვდვერი ვიცურავე ამ გაყინულ ჩარჩხეში რაღაცა ისე და რომ ვცურავდი აი ეს და ტალღა რო გეხსვება და ეს შეფები რო გავდიოდა ვაიმე ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ღმერთო რა ბედნიერება რომ ცოცხალი ვარ აი ამას გრძნობა აი ამ ქაფები რო იშლება და რაღაცა და აი სუფხიზელი რო ხარ და ვაფშე არაფერი არ ჭირდება და აი ამ ძეს ზღვას ამას აღიქვავ, აი ეგ დამემართა დღესაც აქ რომ მოვდიოდი სკროლით რომ იმდენი რაღაცა ბედნიერება სიფხიზლის ბევრად кайფი რომ რა იყო აბა ის იყო სიამოვნება მარტო რო ზიხარ და რაღაცა სისულელეებს ფიქრობ შფოთავ და მარტო ის რომ ის გეყაროს რაღაცა ნებისმიერი ნივთიერება გაიჩინო და ესე და არის კონტაქტო არ გაიცინო შენ აი ლამაზ გოგო არ გაიცნო და რაღაცა და მიხვდით რომ ბევრად უფრო მეტი ბედნიერების მოტანა შეუძლია სიფხიზლეს და აი მაინც ვერ ხვდები იმიტომ რომ არ გიპასუხიათ ალბათ ან თქვენ თვითონაც არ ჩაღებავთ რაც მკითხე რომ იქიდან რომ ჩამოვედი აი ბუნება და ეს რაღაცა სიცხემ და იმან თბილისში სოციალიზაცია დღემდე მიჭირს პრინციპში აი აი მარტო ეგ ხო ხალხი ამინდის და იმის იმაში და ხალხი აი პირიქით ეხლა ყველას კეთი გაწყობა აქვს რომ რაღაცა მანამდე ვინც ჭორაობდა უიეგ ამაზე ამაშვება იმაშვება ეს არის რაღაცა თუ არ ჭორაობდა შეიძლება მე უფრო მეტი მეჩვენებოდა ყველა ბედნიერია რომ რა კაია რომ ფხიზელი ხარ და ისე რა ქვია და ხალხის აზრს თქვენთვის ესე გიქონდა რა ძალიან ბავშვობიდან დიდი მნიშვნელობა აი რაც გითხარი რომ აი ბავშვობიდან გამოიწია პრინციპში და თუ ამბობ მაგრამ შეიძლება ტყვეობაშიც იყავით ხალხის რა თქმა უნდა ხო
რომ აი ბავშვობიდან უკვე სულ პატარაობიდან აი ეს ბიჭია გოგოა რაღაცა და დედაჩემის გაწყობა კიდე რომ რატო არის გოგოსავით ლამაზი, აი უკვე მაქედან მოყოლებული რომ ჩემზე რას ამბობენ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და ამ დროს კიდე იქცეოდით ყოველთვის რომ ხალხს მოწონებოდა თქვენი აზრით. და მე დავიწყე ისე მოქცევა რომ აი სოციოპატის პროფილი ვარ და იმის მოწინააღმდეგე გამიკეთებია მდინარის თურის საპირისპიროდ ხო სურათით. ხო, მაგრამ ამასობაში თან ვცდილობდი რომ შევწყმოდი რაღაცა დოგმებს ალბათ. მე ერთი რაღაცა მაინტერესებს და მე თუ არ მოგეწონებათ ეს შეკითხვა, თუ გინდათ არ გამწევს. საერთოდ ძალიან აქტიური იყავით სოციალურ ქსელში. ყოველთვის და საერთოდ თქვენი ცხოვრების შესახებ ყოველთვის ყველაფერი ვიცოდით, გარდა ერთისა, გარდა პირადი ცხოვრებისა. რატო ხდება ეგ? აი ეგეც პირადი ცხოვრება, ალბათ პირადი ცხოვრების ჩემი უხოლობის გამო, იმიტომ რომ აი გადავერთე მაგმერე ბავშვობიდან რაღაცა აი ამ კომპლექსებიდან და იმიდან რაღაცა ესე მარტო დავრჩი და რაღაცა საზოგადოებრივი სიყვარული და რაღაცა სოციალიზაციის ენდორფინების ძიებაში მარტოობა რომელიც თქვი, აი მარტო უფრო кайфი აღმოჩნდა ჩემთვის, თუ უკვე შევისის ხორცებ თქვა ყოველ შემთხვევაში ეგ მდგომარეობა. და ყვარებია? ხო, თორემ ყვარებია რა თქმა უნდა. კი? კი. და აღარ გიყვართ? არა, რა თქმა უნდა. ანუ ბევრჯერ მოსული სიყვარულის გჯერათ? კი. აი ხლა სიყვარულს ბავშვი აღარ მჯერა. არა, აღარ მჯერა რა. რატო? გაკონტროლება, იმიტომ რომ მაგრაბურები, ისა რა ქვია, ეგ კიდე ენდორფინი და ენდომორფინი. თქვენთვის არ შეიძლება ამ წუთას ამ ეტაპზე ეგ გრძნობა? არა, ეგ ერთი, მაგრამ მანამდეც ვთქვათ, ბევრი ამოჩემებითი სიყვარული გავიჩინე, აი როგორი რომ აი უტამეთი. ობსესიური? შეიძლება კიდე სხვა ამის განსაზღვრება არ არსებობს. ამერად მჭირდა ეგეთი ჯერ სქესიც არ დაარსებულა ესე იგი 58-ში რო ის რა ქვია აი უტა შენც რო იცი დიზაინერი ის მეღადაბებდა ბავშვებში რომ შენ გიყვარდებოდა არარსებული ადამიანებიო ვიღაცა გამოგონილი რაღაცა ისა და ვითომ სიყვარულს ავიჩემებდი და ვიღაცა ოღონდ არარსებულ ადამიანზე ხო და ცოტა მოკლედ არარსებულ ადამიანზე რას გულისხმობთ? ანუ ადამიანს შეხედავდით და მის ირგვლივ პერსონაჟს აგებდით და ეგ გიყვარდებოდათ თუ? რომელიც ვაფშე სხვა იყო ოღონდ მე აი არ არსებობდა რეალობაში ვაფშე არ არსებობდა ანუ ის ფიზიკურადაც არ არსებობდა ის? ხო, ფიზიკურადაც არ არსებობდა. ой, რას ამბობთ? რა საინტერესოა და რეალობაში ვინც არსებობდა ეგეთი ცხოყარებიათ? ეგეთი მე შემიყვარდა რომელიც ალბათ დაბაკავშირე აი ეგეთ არ არსებულ რაღაცა იდეალთან შექმნილი და დავინახე ეგეთი და მე ვიძახოდი სანამ მიყვარდა მეთქი ისე ანათებდა თქო და როგორც მივხვდი რომ აღარ მიყვარს მეთქი გადაიწვა ლამპოჩკა რო გადაიწვება თქო ისე რა ქვია სანათი და აი ეხლა ალბათ მასე აღარ იწვებიან ლამპოჩკები ადრე იწვებოდა აი მაშინ ლამპა რომ მოყევი ბუხდა შავი ჭვარტლი დარჩებოდა შიგნით მარტო და არაფერი რო აღარ რჩება ხო ეგეთი ნატურა მაქვს მე ჩვენთან ოთახში ესე იარსებობს კიდე ხო? კი, ერთი ცალი მაქვს. ყველაზე კარგი რჩევა რა არის რაც მიგეღიათ ცხოვრებაში? ყველაზე კარგი რჩევა მოიცადე, დღეს ფიქრობდი მაგაზე რომ აი რაღაცა ვამცეტა რო დავლიე მეთქი იმ გადაცემაში რაღაცა ვინანე მე რაღაცა ისა სისულელების ვარახუნე რაღაცა ისა მაგრამ მე ყველაზე ერთ-ერთი კაი რჩევა ჩემი ეს ქალით გავიცანი ნიუ-იორკში მაგრამ ჰემპტონებში რომ ცხოვრობდი ლაიზა მინელის დაქალია 83 წლის არის ძალიან ბევრი მეგობრები მყავს ხო და ისა რა ქვია ესენი 85-ის არიან და იპრაჭებიან მთელი ამბავი ის ეგ ჯოან კოლინზის დაქალია ჯოან კოლინზი ცნობილი მსახიობი იყო დინასტია რო იყო სერიალი იმაში რომ თამაშობდა 100 წლის არის მეგონი და კიდე ნაშობს ისა ლამბურჯინებით და რაღაცებით და აი ქალი ძახეს რომ არასოდესო ალბათ შეიძლება სხვასაც აქვს რა თქვა მე არასოდეს არინანო და არი ფიქრო წარსულზე იმიტომ რომ იქ ვერაფერს არ გამოასწორებ და არც იმ ტრაგედიას და ისა აი იქ უკვე ვერაფერს აღარ გამოასწორებ საერთოდ ამაზე აი ეგ არის overthinking და ზედმეტად თავს უწყობ რაღაცა სისულელეზე ფიქრზე ისა საუკეთესო რჩება ეგ რომ აი თქვა წარსულის რაღაცა შეცნობებზე აი რაც მოყევი ხა ბავშვობაში შეიძლება ისე ყოფილიყო რაღაცა რა დალამადგია ეხლა ვიფიქრო რაც იყო კაი იყო მადლობა იმისთვის იმ წარსულს როგორიც იყო თქვენი ლაპარაკის მანერა შედგება აუცილებლად გაცინებებისგან ხო თქვენი აზრით ეგ თავიდან რა მიზეზით იყო და ეხლა რა არის ეს ჩვევა არის ეხლა გადარჩენის ინსტინქტია თუ რეალურად გადარჩენის ინსტინქტი იყო შეიძლება რომ სოციალიზაციის ამბავში აი ვთქვათ ყველანაირ ადამიანთან საერთო ენის პოვნის და იმიტომ რომ რანაირად ლაპარაკობს და რაღაცა მაშინ კიდე ლაპარაკის მანერითაც რო გამოვიჩენოდი გარდა იმისა ლინდა ევანჯელისტა კიდე რანაირად ლაპარაკობს და იქცევა და არა მანერულია და ასე შემდეგ და ეგ ძალიან ის იყო რა ქვია მიუღებელი და შეიძლება იმიტომ რომ უკვე იუმორში გადამქონდა ბევრი მე უკვე ჩვევაში გადამივიდა რომ აუცილებლად ის არის რა ქვია რაღაცა უნდა გაიცინოთ აუცილებლად და სასაცილო უნდა
იყოს აუცილებლად თქვენი რასაც ყვები, საუბარიც. ხო, რომ ჯამში ესე იგი რათან უნდა ტრაგედია მოყვეს, სიცილისკენ გადაყავს. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დიდი მადლობა, ძალიან ლამაზი ხარ. თქვენ ძალიან სიმპათიური ხართ და მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვობაში რო გამეცანით. ჯანმრთელობა, უსურვოც და სიფრიზლე ჩვენს მაყურებელს და ბედნიერება და ყველაფერი დაინახეთ ცხოვრება ლამაზად და უყურეთ გვარის პოდკასტს და იბედნიერეთ და კაი რაღაცები ვისწავლოთ. მოკლედ არ ვიფიქროთ წარსულზე და არც მომავალზე ვინერვიულოთ კიდე, იმიტომ რომ არ ვიცით როგორი იქნება. ვიცხოთ ამ დღით და ამ მომენტით.